ხო ლევანდოვსკისაც. ანდროს ხოთა შორის აი სწორედ ხო აღნიშნეთ. აი კარგი შეტევა ლაციოს. მურიკი დაარტყა ძელი, გადარჩა ეხლა პარმა. მურიკს ჰქონდა პირველი მომენტი რეალური მომენტი დღევანდელ მატჩში. აღნიშნეთ მე და შენ რომ 2001 წლებში კრესპო გახდა კაპოკანონიერი 26 გოლი და მას მერე 2017-18 წლებში გახდა იმობილი. ამდენი წელი ვერ ამიხერხდებოდა ლაციოს შემადგენლობიდან. აკი კოსოვულმა ძალიან კარგად დაამუშავა, ხო ბურთი? კი, კარგად მიიღო და ისე ცუდად არ გაუმართლა, რთული და საფრთხელი იყო, კი. ლუის ალბერტოს ოპერაცია გაუკეთეს. აპენციდიტის შეტევა ჰქონდა, მაგრამ ადრეში დაბრუნდება კიდე მეორე მომენტი ისევე რა 21 წუთზე მურიკს ჰქონდა უკვე 2 მეორე მომენტი შეეძლო კიდევ ერთხელ გატანა, მაგრამ ამჯერად მეკარემ კოლომბიმ ითამაშა შვენივრად ახლო კუთხეში არ გაუშვა ეს გოლი. კუთხური ექნება ლაციოს. მურიკი დღეს მეორე მომენტს აფუჭებს უკვე. 4 კუთხური ჩაწოდება საჯარიმოში გამოაქვთ ბურთი პარმას ფეხბურთელებს. ხო და ერთი აი მართლაც რაც სავიჩი შესანიშნავად თამაშობს. დარტყმა გადარჩა პარმა. მილიკოვიც სავიჩი იყო შესანიშნავი უბრალოდ. მე ერთ-ერთმა ფეხბურთელმა მურიკიმ უარი თქვა ამბურზე თამაშდა თამაშგარეშიც იყო და პერეირას კარგი მომენტი შეექმნა, ცუდად არ დაურტყამს. აქაც ჯერჯერობით იღბალი პარმასკენ არის. სკალანტე მარჯვნივ გადაცემა. ვამბობდი ანდრო ერთ ცუდ ამბავს ლაციოსთვის აქ ჩაწოდება. დარტყმა გაიხსნა ანგარიში. მარკო პაროლო მოახერხა გოლის გატანა, გუნდის კაპიტანმა წინ გაიყვანა სრულიად დამსახურებულად რომის ლაციო და იგებს ლაცეალე. ხო ამბობდი რომ დღეს ცენტრალურ მცველად დააყენა მარკო პაროლო და როგორც სიმონე ინძაკი, მაგრამ ამან ხელი არ შეუშალა მაინც პაროლოს გოლის გატანაში. როგორც ცენტრალურ მცველმა ისე ითამაშა ზუსტად პაროლომ. ნახოთ იყო თუ არა თამაშგარე, არა არ გავდა ნამდვილად. შეცდომა პარმას მცველების არც ერთი კაცი იყვანდა მარკოს. მეკარეს ასაკ შანსი არ ქონია. ხო დააგვიანა რეაქცია პარმას მეკარემ და მერე უკვე მართლაც შანსი აღარ ქონდა. ჩაწოდება საჯარიმოში, დარტყმა და სტრაკოშა. გადარჩა ისევ ლაციო. აი ასეც ვამბობდით 1-0 არის ძალიან სახიფათო ანგარიში და პარმას შეეძლო ანგარიშის გათანაბრება და სახიფათო სტანდარტი ინიშნება ეხლა სტრაკოშას კარისკენ. აი რა უცბად გამოგვაფხიზლეს ჯალობლუს ფეხბურთელებმა კარისკენს ოდნავ შეუტიეს და კინაღამ გაიტანეს კიდეც გოლი რომ არა ტომას სტრაკოშა ახლა იქნებოდა ანგარიში 1-1. აბა რა ბურთია იყო, რთული იყო, იცი რა დაბალი ბურთი წავიდა. წინ დაუვარდა და გადაწყობა მოუწია საკმაოდ უხერხულა სტრაკოშას და მერე არ ვიცი. ხო ბრუნეტა ემუქრებოდა ჯერ ლაციოს კარს და შემდეგ მიჰაილამ მე მგონი აქედან უნდა გაიტანო ანდრო ისეთი მომენტი. ხო ნუ ხელსაც უშლიდნენ, მაგრამ ნუ სასწაულებრივად გადარჩა ლაციო და გათამაშა და ეხლა დაარტყა კურტიჩმა, დაარტყა და მცირეოდენ არაზუსტად. გარედან მოხვდა სტრაკოშას კარის ბადეს ბურთი. გააქტიურდა პარმა და უკვე რამდენი მომენტი შეექმნა. ბოლო წუთებში 3-ჯერ ჰქონდათ გოლის გატანის შანსი სტუმრებს. ატალანტა ლაციო კარგი აფიშა უნდა იყოს. კარგი პასი. არ არის თამაშგარე მდგომარეობა, დარტყმა და 1-1. 1-1 პარმა ათანაბრებს ანგარიშს. 93 წუთზე მიჰაილამ გაიტანა ლაციოს კარში გოლი, აი რასაც ვამბობდით, ხო? დაიჯება ლაციო ასე თუ გაგრძელებენ თამაშს, თქო. თამაშგარე ხო არ იყო? არა, ჩარჩენილია იქ აჩერბი. კარგად გამოჩნდა ამ მომენტში. მიჰაილა, რომელსაც მანამდეც ჰქონდა გოლის გატანის შანსი, ძალიან კარგი პოზიციიდან რომ გააფუჭა ბურთი და ძელს გაარტყა. და ახლა უკვე შეასრულა სტრაკოშას კარში. ფეხებს შორის გაუძვირნა სტრაკოშას. ათანაბრებს ანგარის პარმა, აი. პასი მარცხენა ფლანგზე.
ვალენტინ მიჰაილა ერთი გოლი უკვე გაიტანა, მეორეზეც ხომ არ წავა. გაიგდო ბურთი, გაიგდო დაარტყა. სტრაკოშა. წინ პასი პატრიკი. კიდე უფრო წინ. კარგი გადაცემა. პაროლო არა გადაცემა საკეთო და თან თამაშგარეში იყო იტალიელი. უკან ჩაწოდება საჯარიმოში მურიკი 91 წუთზე მაინც გაიტანა კოსოვოელმა ფორვარდმა და აცდა ლაციოს დამატებითი დრო 2-1 ბოლო წუთზე ორი რეალური მომენტი ჰქონდა კოსოვოელს პირველ ტაიმში ვერ გამოიყენა და აი ახლა მოევლინა გმირად ბიანკო ჩელესტის გაიტანა მურიკმა ურთულესი შეასრულა საიდან მეკარეს ნახე როგორ არ გაუმართლა მეკარე სანდრო შეხედე გამოვარდნილი ბურთი მოხდა კეფაში ბედი არ ქონია სიმონე კოლომბის ბედი არ ქონია რამხელა დისტანციიდან თაური არა როგორ არ ბრავო მეორე სართულზე ყოჩა კოსოვოელ ფორვარდს 2-1 სრომოძრაობა პასი შეყოლება ხოაკინ კორეა დარტყმა ურთულესი იქნება კუთხური მოიპოვა და დასულდა კიდეც მატჩი ლაციო მეოთხე